მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ძალიან საახალწლო ეპიზოდის ჩაწერა გადავწყვიტეთ. პრინციპში მეტყობა კიდევაც ფერებზე. თემა არის სურვილების ჩაფიქრება. რა თქმა უნდა, ეს თემა აქტუალურია ყოველთვის და ყველა მომენტში ცხოვრების, მაგრამ რადგან ახალი წელი მოდის, გონია რომ კიდე უფრო კარგი იქნება ამ თემაზე საუბარი, უფრო ჩაშლად და ისეთი ფანტასტიკური სტუმარი მყავს დღეს. გული უკვე აჩქარებული მაქვს, რომ მარიამთან ერთად დღეს ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს განვიხილავთ. მაგრამ სანამ გადავალ მარიამთან ტრადიციულად პატარა მონოლოგს შემოგთავაზებთ. მოკლედ, არც თუ ისე უნიკალური ალბათ ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნი არსებობს სურვილების ჩაფიქრებაზე, მანიფესტაციაზე. მე პირადად ბევრი სხვადასხვა წყაროდან მაქვს ინფორმაცია მიღებული ამასთან დაკავშირებით და დღეს ეს რასაც დღეს მოგიყვებით, ასე ვთქვათ, გაერთიანებული, რაღაც საბაზისო ცოდნაა, ძალიან რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებ ამას ძალიან ღრმად რომ ჩავიდე. თუმცა მოყვები იმას, რაც ჩემ თავზე გამოვცადე და რაც იყო შედეგიანი ჩემთვის. ესე იგი წიგნები, რაც ამისთვის გამომადგებოდა და გამომადგა არის Ask and it is given მანიფესტაციაზე არის ეს ფანტასტიკური წიგნი. ასევე რეალობის ტრანსერფინგი, ესე ქვია თუ არ მეშლება, ცოტა უფრო რთული წიგნი არის ეს. დისპენზას ყველა წიგნები, რაც კი არსებობს. ასევე ამ თემას წყალს უსხავს და ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ითქვას, არის ფილმი The Secret. შეიძლება ყველას ნანახი გქონდეთ, თუ არ გაქვთ მოძებნეთ, უყურეთ, იმიტომ რომ ძალიან გამოსადეგი ინფორმაცია არის ამ ფილმში, იმიტომ რომ ძალიან გასაგებ ენაზე და პრაქტიკულად არის ახსნილი. სხვათა შორის პირველად ვნახე ძალიან რაღაც ალბათ 15 წლის წინ და ის გამოვიწერე მათი რაღაც ნიუსლეტერი და ყოველდღე მომდიოდა ინფორმაცია მათგან და ძალიან გამიჯდა სისხლში ის ჩვევები, რაც ამ ფილმმა გვასწავლა. წიგნიც არსებობს, რა თქმა უნდა, ასეთივე. მოკლედ, ამ ყველაფრის შეჯამებად, რაც კი ამ წიგნებში წავიკითხა და კიდე ბევრ მარათონზე და კურსზე და ლექციაზე გავიარე, შეიძლება ერთი რამ თქვა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვინდომებთ და ვისურვებთ, არის ასრულებადი. მოკლედ, რაღაცნაირად ეს წყაროები გვასწავლიან იმას, რომ სამყაროს შევხედოთ როგორც ერთ დიდ კატალოგს, რომელსაც აი ესე ყველაფერი აქვს შენთვის და შენ შეგიძლია აირჩიო და აისრულო, რაც კი მოგინდება აქედან. ადვილი არ არის, რომ მიხვდე სინამდვილეში რა გინდა. რაღაც ერთ-ერთი სავარჯიშო მქონდა, რომ უნდა ჩამომეწერა 100 სურვილი, რაც მინდოდა რომ ამისრულდეს 3 თვის განმავლობაში. 100 სურვილი, მეგონა რომ რა მარტივია, რომ ჩამოვჭექი ძალიან ვიწვალე ამ 100 სურვილის ჩამოწერაზე. თურმე არც თუ ისე კარგად ვიცით, რა გვინდა სინამდვილეში და ესეც მოკლედ ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის. სანამ დავიწყებ ხოლმე და მე რაღაც პერიოდულობით ვაკეთებ ამ პრაქტიკას სურვილების ასრულების, სანამ დავიწყებ ხოლმე პირველი რასაც ვაკეთებ, ყოველთვის არის ჩემი სივრცის განთავისუფლება. აი როგორც რო წარმოგიდგენიათ, რომ საჰაერო ბუსში ხარ და რომ გინდა რომ ზემოთ აფრინდე რაღაც ტომრებს ხო, ზედმეც ხო, ის ვრი დაბლა. მოკლედ აი რაღაცნაირად ესე ვაკეთებ ხოლმე პერიოდულად, 3 თვეში ერთხელ, ან შეიძლება თვეში ერთხელაც გააჩნია. ვაკეთებ ხოლმე რაღაცების გადაყრას. თითო ოთახიდან ჩემი სახლის მაგალითად ვყრი 30 ნივთს. ყრი ახლა არ ნიშნავს რომ ნაგავში ვყრი, შეიძლება ქველმოქმედებაში გადავცე ან ჩვენ მეგობრებს გვაქვს სულ მიცვალ-მოცლა მაგალითად ტანსაცმელის ერთმანეთს უცვლით ხოლმე და ესეც მაგაში შედის. ან თუნდაც ელემენტარულად, აი რო ავიღოთ ტელეფონი და ჩვენი კამერა როლი რომელსაც 14000 ფოტოა და თითო ფოტოზე რაღაც 6 დუპლიკატი იმის გაწმენდა თუნდაც რა. არაფერი მაგზნობინებს ხოლმე თავს ისე თავისუფლად და განთავისუფლებულად, როგორც აი ეს რაღაცა სივრცის წმენდა, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე. რაღაც პერიოდულობით ბებია ჩემი ცია, რომელიც იყო ყველაფერს აგროვებდა სახლში, ქონდა დამჯდარი ელემენტებიც კი ლეიბის ქვეშ ქონდა შემონახული. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, ომის ბავშვები არიან ხშირად ჩვენი ბებიები და მშობლები, შესაბამისად ძალიან ლოგიკური იყო მაგ დროისთვის. თუმცა მახსოვს პერიოდულად მამა ჩემი შემოიბლიდა, აი ყველაფერს გადაყრიდა ხოლმე სახლიდან, მე ბებია ჩემი სულ კიოდა რომ საწავიდა ჩემი ცავარცხელი, მამა ჩემს გადაგდებული ქონდა ხოლმე. მოკლედ აი რაღაც ესეთი შემოვლები მაქვს ხოლმე მეც პერიოდულად. კიდე ოცნების ასრულებისკენ როცა მიდიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე ოცნებების სწორი ფორმულირება. ერთი ანეკდოტი არსებობს, რომელიც აქ დაწერილი მაქვს და მინდა წაგიკითხოთ, როდესაც რაღაც ებრაელი დაიჭერს ერთ ოქროს თევზს და ის თევზი ეუბნება, რომ ერთი სურვილი ჩაიფიქრე და აგიხდენო და ესე ჩაიფიქრე, რომ მინდა ჩემმა
ბრმა დედამ დაინახოს თუ როგორ უკეთებს ყელზე ჩემი ლამაზი ცოლი ბრილიანტის კოლიეს ჩემს შვილს, მანქანაში რომელიც დგას ჩვენი სახლის ბასეინთან, რომელიც აშენებულია საკუთარ კუნძულზე. ანუ რაღაცა ერთ სურვილში ჩაატია ყველაფერი. და ეს ფორმულირება მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მოგიყვებით რამოდენიმე წესს, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენს შესაბამისად ასეთი სწორი ფორმულირებით ჩაიფიქროთ სურვილები. პირველი წესი არის ის, რომ იყოს უნდა დაწერილი ეს რაღაც ზუსტი სია სურვილების, კარგად დამუშავებული, იმიტომ რომ მე ყოველთვის ხელი სწორ, რა თქმა უნდა, ზოგი ნოუთებში წერს, ზოგი ფიქრში იტოვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ხელით წერა, იმიტომ რომ როდესაც ხელით წერ, დგება ეს ნეირონული კავშირი და ბევრად უფრო წარმატებული არის ეს ჩვენი სურვილის ჩაფიქრება. მეორე წესი, სურვილები უნდა იყოს კონკრეტული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგად გაზომილი. არა აბსტრაქტული, მაგალითად, მინდა ვიყო მდიდარი, ძალიან აბსტრაქტულია, მაგრამ მინდა რაღაცა 100 ლარი მქონდეს ყოველ დღე მერიცხებოდეს, ეს უკვე კონკრეტული არის. მაგალითად, კიდე ესეც მნიშვნელოვანია კონკრეტულობაში, მინდა გავხდე 10 კილოთი არ არის კონკრეტული, არ ვარგა, იმიტომ რომ ხო შეიძლება მანამდე გასუქდე 10 კილოთი და მერე გახდე, ხო, ესეც არ არის ზუსტი, ანუ შეიძლება ზუსტი ფორმულირება ესეთი იყოს, რომ მინდა ვიყო 53 კილო, მაგალითად კონკრეტულად, რა ეს უკვე კონკრეტული არის. მესამე წესი არის, რომ სურვილები უნდა იყოს მიმართული შენზე, ის რაც შენ გინდა, და არა იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას უნდა. აქ უკვე აი მივდივარ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად გვესმოდეს ჩვენ რა გვინდა, ჩვენ გულს რა უნდა. შეიძლება ვიღაცას აქ რაღაც სახლი ან მანქანა ან სამსახური და მარტო იმიტომ გინდა, რომ იმასაც ეგეთი უნდა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცნაირად რეფლექსიით ხვდებოდი ზუსტად შენ რა გინდა და ის დაწერო, რაც მართლა შენ გულს უნდა და არა უბრალოდ რომ საზოგადოებას ეს მოწონს რა ესეა მიღებული მაგალითად. მეოთხე არის ის, რომ სურვილები უნდა იყოს პოზიტიურ ფორმაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამყარო არ აღიქვავს არას. აი ახლა თქვენ რო გითხრათ, რომ არ იფიქრო ჟირაფზე. ხო, ავტომატურად ჟირაფზე გეფიქრებათ. ხო, აი სამყაროც ეგრე არის, რაღაც არა იმდენად ნეგატიური ტიპი არის, რომელიც სულ არ მინდა გავხდე ავად, ეგრევე მიმართულება არის ავად გახთომაზე სამყაროდან. ამიტომ შესაბამისად ეცადეთ, რომ ყოველთვის პოზიტიური ფორმით გადაიტანოთ ხოლმე. ხო, არ მინდა გავხდე ავად. მაგის მაგივრად მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი. ანუ ესეც ალტერნატივა. ასევე გარდა იმისა, რომ არა, ასევე ნეგატიური სიტყვებით შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ. მაგალითად, მინდა რომ მინიმუმ 100 ლარი მქონდეს. დღეში მინიმუმ უკვე ნეგატიური ტიპია. ამიტომ ეგეც უნდა მოერიდო, მოკლედ ასე თუ ისე ეგეთ სიტყვებს რა. მინიმუმ უპრობლემოდ, ეგეც ნეგატიური სიტყვა. მინდა დავანებო თავის სიგარეტს, მაგრამ თან მინდა სესხი დავფარო. მოკლედ ასე თუ ისე ნეგატიური. ამიტომ უნდა გადავიყვანოთ უფრო პოზიტიურში. მინდა მილიარდი. არ ვიცი თუ მილიარდი გინდათ, ეგეც ყოველს არ უნდა მილიარდი რა გააჩნია, მოკლედ ადამიანს. შემდეგი წესი არის, რომ სურვილი უნდა იყოს ეკოლოგიური, ამას დავსვავდი პირველ წესში, რა მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ სურვილი რომ მინდა რომ ეს ვიღაც მიყვარს ეს ქალი და მინდა რომ ოჯახიდან წამოვიდეს და ჩემთან იყოს, არ არის ეგ მოკლედ ან კაცი, ხო? ეკოლოგიური არ არის, როცა სხვა ადამიანს ცუცუ სურვებ და აქ მაქსიმალურად უნდა ყოველთვის ჩავიფიქროთ ის, რომ კარგი იყოს რა. მოკლედ არ დაიბრუნოთ არაფერი ცუდი რა, ყველაფერი ბრუნდება, მე ძაამჯერა კარმის და შესაბამისად ესეც გავნიშნე. ფორმულირებას თვითონ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს ფორმულირებაც კარგია, რომ მე მინდა ვიყო 53 კილო ყოველდღე როცა სარკეში ვიყურები, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი თუ ჩვენ შეგვიძლია რომ ისე შევხედოთ ამ სურვილს, თითქოს ის უკვე შესრულდა. პირობითად, მე ვიხედები სარკეში და ვარ ლამაზი 53 კილოს რო ვიწონი ისეთი ადამიანი. ჩავიციკლე ამ კილოებზე, მაგრამ კარგი მაგალითია, მეგონი გასაგები იქნება ყველაზე ძალიან. მაგრამ უკვე ასრულებულ ფორმაში, როდესაც შეგვიძლია რომ სურვილს შევხედოთ, ანუ ის ფაქტიურად უკვე რაღაცნაირად ტვიში გვედება, რომ არის ასრულებული. შემდეგი წესი მე-7 არის ის, რომ უნდა ჩაიფიქრო მხოლოდ და მხოლოდ შენთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს ცდუნება, რომ სხვა ადამიანებს ჩავფიქროთ ის, რაც გონია, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ, რომ რა ვიცი, ჩემმა ძმამ მოიყვანოს ცოლი ან ჩემმა მეგობარმა იშოვოს სამსახური ან რაღაც გამოჯამრთელდეს მათ შორის, ხო? დიდი ცდუნებაა, მაგრამ ესე არ არის. მოკლედ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავის თავზე ჩაიფიქროს მარტო, რასაც ჩაიფიქრებს და
თუ რაღაც მომენტში აი რაღაცა იმდენად მნიშვნელოვანი აქვს ჩასაფიქრები და ის ადამიანი არ აქვს უნარი რომ მოკლედ ამ ვერ არის მაგ რეჟიმში რომ ეს ჩაიფიქროს შეიძლება ოღონდ იმის ჩაფიქრება შენგან გამომდინარე რა რომ მე მიხარია რომ აგერ ჩემ რაღაცას უყურებ ჩემ გახარებულ ძმას მაგრამ მაინც მოკლედ რჩევა არის ეგეთი რომ შენ თავზე ყველა ადამიანი თავის ცხოვრების ყველა ეტაპზე ისეთ განსაზღვრას განიცდის როგორც მას მაგ მომენტში სჭირდება და შენ ვინხარო სხვის მაგივრად მოკლედ ეს გადაწყვიტო მერვე წესი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სურვილი იყოს დასრულებული. მაგალითს ვიტყვი, მინდა რომ ვიყო ორსულად არ არის დასრულებული, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს ორსულად, მერე ბოლომდე ვერ მიიყვანოს ორსულობა. ანუ დასრულებული რომ მინდა უკვე ყავდეს ჯანმრთელი ბავშვი, ეს არის დასრულებული. ან მინდა გავარემონტო სახლი, ანუ მინდა რომ უკვე დასრულებული რემონტი მქონდეს რა. მოკლედ აი რაღაც ეგ დასრულებული ფორმა არის მნიშვნელოვანი. და ბოლო, რასაც ვიტყვი, არის რომ არ უნდა შევზღუდოთ გზები ამ მოცნებების ასრულების კუთხით რა. ჩემმა ქმარმა მაჩუკა ახალ წელს ტელეფონი საჩუქრად. ეს უკვე ზღუდავ შენ, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ ეს ტელეფონი გაჩუქოს თანამშრომელმა ან მოიგო გათამაშებაში სამსახურის სიკრეტ სანტაზე. არ ვიცი, მოკლედ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ არ შევზღუდოთ წყარო საიდანაც სრულდება ეს ოცნება, იმიტომ რომ სამყაროს აქვს სასწაული გზები ოცნებების ასრულების. ორი სპექტაკლი გვაქვს დაწერილი ასეთ ამ პირველი სპექტაკლით, რომელიც თამაშობანაში არის ქვია ჩაიფიქრე და ზუსტად აი ხარაც ჩამოგითვალეთ, აი ეს რაღაც პრინციპები ძალიან სახალისო ფორმით ბავშვებისთვის არის ახსნილი და მართლა ისეთი არაჩვეულებრივი უკავშირი გვაქვს ხოლმე ამ სპექტაკლზე. გუშინ მკითხულობდი, ამ სპექტაკლზე იყვნენ ჩამოსულებით, ერთი-ორი როცა დავდგით მაშინ ჩვენი მეგობრების შვილი იყო მოსული და დავწერე 10 სურვილო და 10-ვე ამისრულდაო, მოკლედ დღეს გვითხრა და ამაზე ძალიან არ ვიცი, აი ამისთვის ღირს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ბავშვებმა იმდენი რაღაცეები აისრულეს აი ამ მეთოდით ჩაიფიქრეს სპექტაკლის ნახვის შემდეგ რომ ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია თარიღები, როდესაც ვიფიქრებთ სურვილებს. ამბობენ რომ ძალიან კარგია თუ რაღაც ახალ მთვარეზე ახალი ციკლის დაწყებისას აკეთებ ამას. და კიდე ამბობენ რომ კარგია რომ დაამუშავო მე რა ეს სურვილები მე როგორ ვაკეთებ ხოლმე თითო სურვილზე ჩამოწერ ხოლმე 3 რაღაც შიშს ან 3 დაჯერებას რაც მაქვს ამ სურვილთან მიმართებაში მე ძალიან დიდი ხანი არ მყავდა მეორე შვილი ძალიან მინდოდა რომ ყოველდღე 10 წელი მინდოდა და აი ძალიან კარგად დავამუშავო ეგ თუნდაც აი ეგ სურვილი იმიტომ რომ მქონდა რა ჩემ სურვილების სიაში რა თქმა უნდა და ამისრულდა და აი დავამუშავე თითო შიში თითო დაჯერება მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ამასთან მუშაობა და ეხლა უკვე ბევრად ღრმად წავვათ ამ თემაში, ამიტომ აღარ გავუსწრებ მოკლედ მოვლენებს და ბოლოს ვიტყვი რომ მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მივენდოთ სამყაროს და ვიყოთ მადლიერები. სასწაული ძალა აქვს მადლიერებას. ამასაც ჩემ მაგალითად ვიტყვი, ერთხელ ექსპერიმენტი გავაკეთე, რომ ჩამოვწერე 100 აი ის რო გითხარით რომ წვალობდი და 100 ვერ შევაგროვე, ძლივ შევაგროვე 100 სურვილი და დავხურე, აღარ ვაქცევდი ყურადღებას და 3 თვე ვავსებდი დღიურს, სადაც ყოველ დღე ვწერდი 7 რაღაცას, რადგან მე ვარ მადლიერი იმ დღისთვის და მეორე მხარეს ვწერდი 7 რაღაცას, რატომაც ვარ სხვების მაგივრად მადლიერი რა იმ დღისთვის. 3 თვე და 3 თვის ბოლოს რომ გავხსენი ეს ჩემი 100 სურვილი 99 ასრულებული მქონდა. აი სასწაული ძალა აქვს მადლიერებას და გულით გირჩევთ რომ აი ამ კუთხითაც დააფასოთ მადლიერების გზნობა. ახლა კი მეორე ნაწილში მე შევმიერთდება მარიამ ფაშალიშვილი, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, რომელიც გავიცანი ბოლო 1 წლის განმავლობაში და მგონია მთელი ცხოვრება ვიცნობდი, იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის და მინდა რომ თქვენ ცოტა გაგიყოთ ჩემი მარიამი. მოდი. და მარიამ ფაშალი. ესე იგი მე შეცდომა დავუშვი წინა ეპიზოდებში რომ წესიერ ადამიანები არ გავაცანი მაყურებლებს. რა თქმა უნდა ისეთი ადამიანები არიან რომ იცნობენ ისედაც, მაგრამ მინდა გამოვასწორო და მოკლედ რომ დავჯექით მე და მარიამი რომ მინდოდა რაღაც ინტროსთვის მარიამი წარდგენა გამაკეთებინა. აი ესე შემიძლია სკროლა 6 საათი. უბრალოდ მისმინეთ, წავიკითხავ. ესე იგი, ზოგადად ეს ადამიანი არის ბიზნეს კონსულტანტი და წარმატების და განვითარების მენტორი. ძალიან ეხმარება ადამიანებს ამ ცნობიერების გაზრდაში და კარგად ბედნიერად ცხოვრებაში. მე ვარ ამის მაგალითი, მარიამის გადარჩენილი ვარ წელს ძალიან ბევრ კრიტიკულ მომენტებში. მეც, ჩვენი თამაშობანაც და ჩვენი მთელი სტაფი.
ესე იგი ამ ადამიანს რა თქმა უნდა აქვს ბევრი ჯუისინი რა ბევრი დიპლომები და ცოდნები, მათ შორის MBA, ეს არის ერიქსონის სკოლის კოუჩი, ლეო ინსტიტუტის კოუჩი, ხელზე ორიენტირებული სომატური თერაპევტი, Access Consciousness-ის სკოლის პრაქტიკოსი, ეს მეც ვიცი, Access ბარები ეგ არ არის? ბარები და ხო კიდე რა. ენერგო პრაქტიკოსი, Ho'oponopono's პრაქტიკოსი, ეს მეც მაქვს გავლი, ჩემ თავზე გამოცდილი მარიამის ხელში, light worker-ი, რომელსაც აქვს თავისი სერტიფიკაციო პროგრამა სპეციალური და ასევე აპრაქტიკებს 5 ელემენტის ცეკვას და ეს ხო რაღაც ცოტა ისე ბევრი თემა არის, რაც ცოტა მიწას ცდება, ხო, რაღაცა ზედა დონეზე და ამასთან ერთად ბალანსდება იმით, რომ top management-ის მიმართულებით მართლა იმდენ დეპარტამენტს, კომპანიას და დიდ პროექტებს მართავს ეს ადამიანი, რომ გონია რომ ასეთი მიქსი ჩვენ ქვეყანაში კი არის, შეიძლება სამყაროში არ არსებობდეს. ეგ ვთქვი მე და გარდა ამის აქვს სასწაული სიცილი. აი ახლა რომ ვიწყებდით, მარიამ იცნობდა და მგონია რომ უნდა ჩაწერო, ხეცი რაღაც მე შენი სიცილი ისე მიყვარს, ჩავწერდი რაღაც იმაზე ალბომს და ზარივით ზარზე დავაყერე. აი, მაგას ვიცა. მადლობა რომ მოხვედი ჩემთან. მადლობა შენიანი. და ცოტა ისე ვარ რომ მიხარია რომ რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი გიცნობს, მაგრამ მგონია რომ ესე იმდენად დიდი ენერგიის პოზიტივის პატრონი ხარ და იმდენ ადამიანს ესე ერთ-ერთზე მუშაობები, რომ ცოტა მიხარია რომ პატარა მასშტაბზე აქ ამ პოდკასტის ფარგლებში გავალთ მაგ კუთხით რა. გავიდეთ მზად ვარ და ძალიან დიდი მადლობა შენ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის პირველი პოდკასტური გამოცდილება. და ვისთან თუ არა ნინისთან. აი ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, მოკლედ თქვენც რომ ეს მიხვდებით ვიზე ვარ შეყვარებული ასე ძალიან. პირველი, მოკლედ სანამ გავხურდებით, მინდა კითხო შენ რამ გიბიძგა რომ წასულიყავი ესეთი აი პირადი განვითარების კუთხით და რატო გადაწყვიტე რომ აი ამ მსახურებაში იყო ადამიანების საკუთარი თავის და ზოგადად ეს სფერო რატო დაგაინტერესა ხო წარმატებული რაღაც ბიზნესიდან მოდიხარ ამ სფეროში ნახე ესე იგი ძალიან გრძელი ისტორია იმიტომ რომ მე ვიყავი პირველ კურსზე რომ შემოვიდა ფსიქოლოგიას გავდიოდით რა ოღონდ საერთოდ სხვა რაღაცაზე სწავლობდი და ფსიქოლოგიის ლექტორი შემოვიდა და გვაჩვენა ესეთი მაშინ იყო რაღაც ჟურნალები აი რო წარმოიდგინე ხო ძველი ჟურნალები რო იყო და ეს ჟურნალი ესე დაიჭირა და გვეკითხება წინა მხრიდან რა და გვეკითხება რას ხედავთ და ჩვენ შევხედეთ ვეუბნებით ჟურნალი და აი მე სხვა რამეს ხედავ და მთელი აუდიტორია ესეთი უყურებთ, რომ რას ხედავს ნეტა ახლა ეს განსხვავებულს რა და შემოატრიალა და უკანა მხრიდან არის აბსოლუტურად თეთრი, აი ერთი შეხედვით ესე რო არ იცოდე რომ ჟურნალია, მეორე ყდა არ არის, უკანა არის თეთრი ფურცელი. და გვეუბნება რომ მე ვხედავ თეთრ ფურცელს, თქვენ ხედავთ ჟურნალს, იმიტომ რომ წინიდან აწერია ჟურნალი. და ნახეთ როგორი განსხვავებულია ადამიანების პერსპექტივაა და ნუ აი ეს ფსიქოლოგიის შესავალი მოკლედ მაქედან გააკეთა და ეგ იყო პირველ კურსზე და მან რაღაცა აი თავში რო ხო იცი რომ იზავს. ნუ ბავშვობაშიც იყო რაღაცა ინტერესები, მაგრამ მან გადაწყდა რომ ეს რაღაც საინტერესოა. და მაგის მერე ხო იცი რომ ემზადები რომ აი როდის მექნება დრო რომ ცოტა წავიკითხო ამ რაღაცეებში და დაახლოებით 12 წლის წინ დაიწყო ეს თავგადასავალი სრულიად შემთხვევით, აი უბრალოდ თქვი რომ ეხლა უკვე მცალია, თან დაემთხვა რაღაც ფაქტორები, რომ უკვე კარიერაში კარგად ვიყავი, მაგრამ მივხვდი რომ კარიერა არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ შინაგანი ბედნიერება გქონოდა და აი სიმშვიდე და ჰარმონია, იმიტომ რომ სტრესის ფონზე მაინც ვერ ვგრძნობდი რა თავს ისე კარგად როგორც მინდოდა რომ ყოფილიყავი და აი მაქედან დავიწყე. პირველად მაშინ და როდის დაამანიფესტირე პირველად? როდის და ალბათ როგორც კი დავიბადე. მართლა? ნახე, ანუ მანიფესტაციაზე მე ცოტა სხვა წარმოდგენები მაქვს რა. ანუ ჩემი გადმოსახედიდან ჩვენ მანიფესტაციის სწავლა არ გვჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ თვითონ მანიფესტაციის მანქანები. თუ ასე სიტყვა მანიფესტაციას დავარქმევთ რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ცნობიერება, რომელიც თავის თავს გამოხატავს ცხოვრების სახით. და აი ბავშვისთვის მაგალითად ბავშვი ამანიფესტირებს, ყველა რო თავს აევლება, ყველას რო უნდა რომ საჩუქრები აჩუქოს, ბავშვს რო რაღაც უნდა და გულით რო გეუბნება, რომ ეს მიყიდე და ყველა რო ცდილობს რომ გაახაროს, ანუ ყველაზე მაგარი მანიფესტატორი მასე თუ დაარქმევ და შეაფასებ არის ბავშვი. აბა რა, ანუ ოღონდ ბავშვი ამას აკეთებს ბუნებრივად. მერე გვავიწყდება? კი, მერე გვავიწყდება. მერე კი არ გვავიწყდება, მერე ცნობიერებას, მენტალობას ვავითარებთ, ჩვენს ლოგიკურ აზროვნებას ვავითარებთ, აი ხაზოვან მიზეზშედეგობრიობას და სწავლობთ, რომ თითქოს უნდა ვიშრომოთ რაღაცისთვის, რომ რაღაცა მოვიპოვოთ, მივიღოთ, ხო?
და ვიწვალოთ. დიდები. საწყალი დიდები. კი, ანუ ბავშვი ამას აკეთებს ბუნებრივად, იმიტომ რომ ბავშვს ჯერ არ გადაუჩვევიათ. ხვდები? ანუ რეალურად გონება რომ ვითარდება, მე რო გონია რომ დაგვასწავლეს, რომ აი იმისთვის რომ რაღაცა მიიღოს, უნდა დაიმსახურო, უნდა იშრომო. 100%. უნდა შოქი ვარ. არასდროს არ მიფიქრია მაგაზე. მინდოდა რომ მეკითხა შენთვის რა როგორ ხდება რომ ზოგი ადამიანი უფრო ადვილად იღებს რაც უნდა და ეხლა ხვდები რომ ეს არის მიზეზი ალბათ ვიღაცებს ნაკლებად ეს სასწავლი არ არის. ჩვენ რეალურად აი მანიფესტაციასაც ვინც ასწავლის და აი ამდენ რაღაცას რო ვიგონებთ წესებს მე რო ეხლა წესები ჩამოყარე 200 მილიონი. ეს არის იმიტომ რომ რეალურად გავიხსენოთ. ხვდები და რაღაცნაირად მივიდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში, თორე სასწავლი რეალურად არ არის. რო ვსუნთქავთ უკვე მანიფესტაცია, აი ყველაფერი მანიფესტაცია თუ მანიფესტაციის გაგებით შეხედავ, მაგრამ სიტყვა მანიფესტაციაც კი არა შესაბამისი გამოდის უკვე ხვდები? აბა რა არის მაშინ რომ ცხოვრება. შენ შეგძლია ცხოვრებაში გქონდეს ის როგორც ჩვენ მე მოკლედ ყოველ შემთხვევაში ეხლა რასაც ვფიქრობ და სულ იმაზრზე ვარ რომ ეს წარმოდგენები არ იყინება ხო ვითარდებით და შეიძლება ხოლმე რაღაც შეიცვალოს მაგრამ აი აქამდე რაც მოვედი და რაც ნახე უფრო და უფრო მარტივდება ეს კონცეფციები რაც უფრო მეც იკვლევ და მეც აპრაქტიკებ უფრო და უფრო ჩადიხარ რაღაცა ძირეულზე თავიდან თუ იმ 12 წლის წინ ერთი წიგნი წავიკითხე მეორე ერთი კურსი გავიარე მეორე და სულ კითხვის ნიშნები მრავალფეროვნდებოდა და უფრო ეს პაზლი იშლებოდა მე ამ პაზლმა დაიწყო დავიწროვება და დადის ბოლოს უკვე რაღაცა თითოეულ იდეაზე რა და ეს იდეა ის არის რომ მე მოვედი იმისთვის რომ თავი გამოვხატო რასაც მოვინდომებ, იმაში გამოვხატავ თავს, აი ძალიან მარტივენაზე რა ვთქვა. რასაც მოვინდომებ გულწრფელი, სუფთა, აი ნულოვანი მდგომარეობიდან. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ცხოვრების განმავლობაში ეს ნულოვანი მდგომარეობა დახშული გვაქვს, ზემოდან ფენა რაღაცა გამოცდილებები გვედება, აღარ გუჯერა ხოლმე, ესენი რაღაცნაირად ეფარება და აღარ გუჯერა რომ იმაზე წვდომა გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს წვდომა აბსოლუტურად აღდგენადი არის. და როგორ უნდა მიხვიდე მაგ ნულოვან მდგომარეობამდე თუ ზემოთ ანუ ეხლა ჩემთვის ხო asking for a friend ჩემთვის კითხულა ფონად მართლა როგორ იმიტომ რომ მეც ხო უკვე ზემოდან ფენა თუმცა აი მართლა ბევრი ხო გძნობ რომ წინ ვარ წასული და მარიამი გვამანიფესტირებინებს აი რაღაც 1-2 ძალიან სტრესული მომენტი ყოფილა რა ეს ბოლო წელი ჩვენ ცხოვრებაში და ერთ-ერთ დღეს მარიამთან ვიყავი და დამირეკეს რაღაცა ინფორმაცია რომ აი რაღაც გასაგზავნი და უცებ ძალიან ვინერვული იმიტომ არ მქონდა ეს ინფორმაცია ვერ გავაგზავნიდი ძალიან ავნებლიო და მარიამ მონება ერთი წუთი აბა წარმომადგენინა რომ ყველაფერმა ისე ჩაი აი რაღაც ეხა მოგვიყვება როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცები ჩაიფიქრა და გამოვდივარ მარიამისგან მირეკავი რომ აღარ გჭირდება არაფრის გამოგზავნა ნახვამდის და აი ეს ვიდეო შუა საბურთალოზე გამოშტერებული რომ ეს შენი სურვილი ამ ნულოვანი მდგომარეობიდან შეგიძლია იქამდეც კი მიიღო რომ მესამე პირებსაც შეაცვლევინო ქცევა. იმიტომ რომ მესამე პირები არ არსებობენ ფაქტიურად. ნახე, თუ შევხედავთ ის აი უბრალოდ რომ თამაშისებურად გავყვეთ ამ იდეას და იმიტომ რომ რეალურად მეც მასე ვთამაშობ, ხო? ტესტავ რაღაცა იმას და მე სიგიჟე რეზულტატები არის ხოლმე. ანუ თუ შეხედავ ისე რომ შენ ხარ ცნობიერება რომელიც ჩამოვიდა ნინიში და მე ვარ ცნობიერება, ერთ და იგივე ცნობიერება. ჩამოვიდა მარიამში, უნდა რომ ამ ცნობიერებამ გამოხატოს თავი, ხო? რეალურად ამ ცნობიერებისთვის ეს გამოცდილება რაც არის ყველაფერი უბრალოდ გამოცდილება. რასაც ჩვენ ვეძახით ცხოვრებას, სულს, კარგს, იმას, ამას, ჩემი ცნობიერებისთვის ყველაფერი არის თამაში. ბავშვობაში არ გითამაშია, ვთქვათ, დედაშვილობანა, ბიჭები თამაშობენ იქ რაღაცა ომობანა, ზოგი თოფით კლავს ერთმანეთს, ეს ხო რეალურად თამაშია. ან ჩვენთვისაც არ დავხოცოთ ერთმანეთი მაინც, მაგრამ რეალურად თამაშია რა, ეს ყველა გამოცდილება. ამიტომ ამაში რომ გამოვდივართ, მე უბრალოდ გავიწყდება რომ ეს თამაშია და აი აქედან გამოსულები, რის მიხედვით უნდა განისაზღვროს ამ თამაში რა მექნება და რა არ მექნება, რაღაცა განსაზღვრელი ხო უნდა იყოს და აი ეს თამაშის წესები არის, რასაც არავინ ინსტრუქციას არ გვაძლევს და მე ესე მე და შენ ვზივართ და წიგნებში ვეძებთ, რომ რაღაცნაირად გავიხსენოთ ხალხო რაღაც ავატარი მომცეს და ეხლა მე საერთოდ არ ვიცი იმ ღილაკს დავაჭირო თუ ამ ღილაკს და მიშველეთ რაღაცა და მე იქ სათითაოდ ვაჭერთ და რაღაცა პასუხებამდე მივდივართ. ანუ რეალურად
ამ ავატარში გამოსულებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ რაცაც მოვისურვებთ, ეს გამოცდილება შევქმნათ და ცხოვრებობანა ვითამაშოთ. ცხოვრებობანა კაია. ხო, მაგრამ ეს რასაც მოვისურვებ, როგორი ამის გახსენება გვიწევს, როგორც წესი 30-ის მერე ხოლმე ვუბრუნები და სხვადასხვა მაგით ვაპირებდი დაწყებას პოდკასტის უბრალოდ დამავიწყდა, რომ ანუ აი ეს რომ ამაზე ვლაპარაკობთ უკვე იმას ნიშნავს, რომ გადავაცილეთ 30 წელს. როგორც წესიოზად არ ვიძახი რა შეიძლება უფრო დაბალ ასაკშიც ვიღაც იწყებდეს, მაგრამ ანუ სავარაუდოდ როგორ ხდება, იცი ბავშვობაში ყველა მიცის ეს როგორ კეთდება უყონთ არაცნობიერად, მე ეს ყველაფერი გვავიწდება, მე იმიტომ რომ საზოგადოება და კარნახობს ამ ყველაფერს. ხო, დავპროგრამდით კარგად ეს მენტალობა განვავითარეთ და ეს ლოგიკური აზროვნება და ეს ჩვენი ქვეცნობიერთან წტომა ისეთი აღარ გვაქვს როგორც 7 წლამდე ბავშვს რა თქმა უნდა. მე ვიცხოვრეთ, რაღაცები გავაკეთეთ, რაღაცებს მივახციეთ, რაღაცები გვეთკინა და რაღაც ასაკზე სადღაც 30 წლისები უკვე მივდივართ. საშუალოდ ვიძახი ხა ვიღაცა სხვა გამოცდილება, ვიღაცა სხვა. მივდივართ იქამდე რომ კითხვები გვიჩნდება უკვე რაღაცა ჩვენი ეს ბიორობოტის პარამეტრებში, ეჭვი გვეპარება რომ რა ხდება ხა სწორად მართავ ამ ჩემს იმას თუ არა. ანუ რეალურად ადამიანურ ენაზე ვიღლებით რაღაცეებით, ზოგ სტრესი აქვს, ზოგ შფოთვი აქვს და გვინდება აქედან გამოსვლა. და აქედან გამოსვლით იწყება მე უკვე თვითშემეცნება. მანამდე თვითშემეცნებაში არ ვართ რა და რეალურად თვითშეცნობით გავდივართ იქითკენ რომ ვინ ვარ, სად ვარ, და სხვათა შორის პირველად რაღაცების ძებნა რომ დავიწყე ეს კითხვები შემხვდა რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე უნდა გასცე პასუხი ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, საით მიდიხარ. რამდენჯერმე? ხო, რამდენჯერმე და პირველად რომ ეს წავიკითხე მეთქი რა სისულელე კითხვა არის, მაგას რა პასუხი უნდა ეხა ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და საით მივდივარ. ანუ ხო და ზუსტად ეგ არის რომ ამ კითხვებზე პასუხი იცვლება. იმის მიხედვით რამდენად მეც იგებ შენს თავზე. ახლა მაგალითად წეგა რაც გითხარი რომ თუ უკვე შენ თავს აღიქვავ ცნობიერებად რომელიც თავს განიცდის ნინიში და მოსულია სათამაშოდ. საერთოდ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ, შეიცვალა. და თუ თავს აღიქვავ როგორც ნინი, რომელიც დაიბადა ამ და ამ ოჯახში და თელავში და რაღაცა რა, ანუ ესე, ეგ საერთოდ სხვა დონეზე. ხო, დაი რომ ვიზახი რომ მაგათ უყურებ ცხოვრებობანას რომ იწყებ და ისე რომ იხსენებ რა თამაშობ. აი ამ თამაშის წესებში ისე რომ დაუბრუნდეთ რა ოცნებას და იმას რომ აი მესამე პირებზეც რაღაც ისინიც იცვლიან ქცევას რა ამ სიტუაციაში. ანუ გამოდის რომ იმათ ამ თამაშის წესების უქმნი შენ თუ როგორ ხდება? ნახე, ეხლა ეგ ძალიან ისეთი საკითხია, რომელზეც ეხლა კიდე კარგად ჩაღრმავება ჭირდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით რაც არის, რატო იცვლება ის, რომ შენ თუ დამოკიდებულებას შეცვლის სხვა ადამიანის მიმართ, ჰაოპონოპონოშიც ეგ არის, შენ თუ დამოკიდებულებას შეცვლის სხვა ადამიანის მიმართ, ის იცვლის შენს მიმართ დამოკიდებულებას. ეხლა ნახე, ჩემი დაკვირვება რა არის? მე მაგალითად, აი უკვე პრაქტიკული მაგალითი რო ვთქვა, ხო? თუ მე მაქვს რწმენა, წარმოდგენა და თვით აღქმა იმისა, რომ მე რაღაცებს ვიღებ ტანჯვით და ბრძოლით, ესე მჯერა, ესეთი გამოცდილება მქონია და ესეთი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე და ცხოვრებაზე. ფაქტობრივად ორ ფუძეზე დავდივართ ყოველთვის წარმოდგენა ჩემს თავზე და ცხოვრებაზე, ხო? ცხოვრებაში შედიან წარმოდგენა სხვებზე. ორი ბაზა არის. მე ვინ ვარ და როგორია ცხოვრება, როგორები არიან ადამიანები და აქ შეგიძლია გაერთიანო კონცეფციებიც, მაგალითად როგორია ფულის კონცეფცია, ფულის გამომუშავების თემა, ურთიერთობები და ასე შემდეგ. თუ ამ ბაზაში, აი ამ ორ ბაზაში, მე მაგალითად მჯერა, რომ მე ესე იგი არ მაფასებენ, უნდა რაღაცა მოვიპოვო, ყოველთვის უფრო მეტი უნდა ვიშრომო და ასე შემდეგ, სამყაროს თუ ასე ვიტყვით და რეალურად ესეც შენი თავი არის, არ აქვს სხვა შანსი თუ არა დაგიდასტუროს ეს. იმისთვის რომ ეს დაგიდასტუროს, არის ზიდავ ქმნი? კაი. იმისთვის რომ ეს დაგიდასტუროს, უნდა გამოჩნდეს ვიღაცა ვახო, ვიღაცა პეტრე, ვიღაცა პავლე, რომლებიც ამ როლს ითამაშებენ, იმისთვის რომ შეესაბამებოდნენ შენს დაკვეთას. და შენი დაკვეთა არის ეს, რომელიც უბრალოდ არ აქვს შეიძლება გააზრებული და გონებით შეიძლება გონია რომ პირიქით მე მინდა რომ მარტივად აგერ ფული მაქვს ჩემი სურვილი. ვიშოვა, მაგრამ შინაგანად არ გჯერა ამისი, აი ქვეცნობიერ დონეზე ამისი არ გჯერა, ამიტომ ეს ხალხი იმისთვის მოდის შენს ცხოვრებაში რომ დაგანახოს რა გაქვს შინაგანად. მეტი არაფრისთვის. გარღვევა რაც იყო მაგალითად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ბევრი წლის თვით დამუშავების მერე, იყო ის რომ როდესაც უკვე რაღაცა არასასურველი სიტუაცია ან რაღაცა ცუდი ვითომ, ანუ ცუდი და კარგიც თემა არის, იმიტომ რომ ყველაფერი თამაშია. მაგრამ ესეთი არსებობს ცუდი და კარგი?
ცხოვრების ცნობიერების დონეზე არა, რა თქმა უნდა, თამაშია, გამოცდილება არის. ეხლა იწარმოდგენ, თამაშობ, ხან ეგ თნობანას თამაშობ, ხან მასწავლებლობანას და ხან ნინიობანას, რომელსაც თავის ბიზნესი აქვს, თქვა, ხო? ანუ გამოცდილება რეალურად ყოველდღე. ეს ადამიანები რომ შემოდიან და თქვა რაღაც არასასიამოვნო გამოცდილება თუ გააქვს, ერთადერთი იმისთვის გაქვს ეს არასასიამოვნო გამოცდილება, რომ დაგანახოს, რომ ეს არის ის, რაც შინაგანად დააკრისტალიზე. ესევე ძახი, იმიტომ რომ უფრო კარგად გამოხატავს თითქოს. ანუ რაც შინაგანად შექმენი. და როდესაც ამ არასასიამოვნოს დაინახავ უკვე გაქვს შანსი რომ შეცვალო შიგნიდან ამისი მიზეზი, რომ ხვალზე ეგ აღარ განმეორდეს და გარეგანად უკვე იმოქმედებ როგორც საჭირო. ოღონდ ჯერ შეცვალე, იმიტომ რომ შეიძლება რომ შეცვლი, მე სამოქმედოც არაფერი აღარ იყოს გაქრეს. აი, მაგალითად მე მახსოვს სადღაც წავიკითხე, რომ ბავშვებს აქვთ, აი, რომ იზრდებიან, აი, ზუსტად ეხა შერაცხყოფედი, ოღონდ აი ამ სიტყვებით ვიტყვი, რომ მე ვარ კარგი, სამყარო არის კარგი. ეს ერთი ოფცია. მეორე რომ მე ვარ ცუდი, სამყარო არის ცუდი. მესამე რომ მე ვარ კარგი, მაგრამ სამყაროა ცუდი და მე საწყალს როგორ მეკცევა. ან მეოთხე, სამყარო კი კარგია, მაგრამ მე ვარ ცუდი ეს დღეს გუშინ ეგეც შევხვდა, რომ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც თავის თავი არ უყვარსო, როგორ შეიძლება ამ ადამიანს ანდო შენი თავის სიყვარულიო, რა ტიტველი ადამიანი რო გთავაზობს თავის იმას რა ქვია, ქურთუკზო, ხო, ტასაც მასო უნდა კითხვა დაუსვა. მაგრამ ეს 4 სქემა ხო არის რაღაც, რაც ბავშვობიდან ჩვენ თავში უდევთ ამ ბავშვებს. და შენი ძახი რომ აი ამ სამ ტიპს შეაცვლევინო იმაზე, რომ სამყაროა კარგი, მე ვარ კარგი? ტოტალურ სიყვარულში ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ ნახე, ტოტალური სიყვარული რა არის? ყველაფრის მიმღეობა განსჯის გარეშე. ქართველო არ შეიძლება თავზე დაგვეცეს ეს ისე რომ აი ყველა ეგ რო ქონდეს ქართველებს რომ განსჯის თან გონია რომ ჩვენი ერი არის მაგის ცნება რო იყო ბავშვობაში მინდა და გამომეგონებინა ფხნილი რომლითაც მე თვითმფრინავებით გადავაფრენდი დედამიწაზე სიყვარულის ვარდისფერი ფხნილი მართლა მინდა მანიფესტირებდი ბავშვობიდან რა ხო, ძალიან მაგარია. ანუ მართლა სიყვარული გვაქვს. აი, რო ჩახვიდე და ჩაძრე ყველაფრის მიზეზში, თუ კი რამე შენ ვერ აგისრულდა, ან თუ კი რამე კონფლიქტი ქონია სხვასთან, ყოველთვის მე რაც დავაკვირდით ჩემს თავზე ახლა ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ხოლმე ხშირად და ნუ кейსებში ხო? სიყვარულის ნაკლებობა. ან სხვა ადამიანის სიყვარულის ნაკლებობა, იმიტომ რომ იმ ადამიანს ვერ ვიღებთ თავისი არჩევანით და ჩვენ გონია რომ ჩვენ უკეთესად ვიცით იმ ადამიანისთვის რა არის კარგი და ამ კარგობას ვაძალებთ. ნუ ეხლა ბოროტ განზრახვებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი, ხო? მაგრამ აი კარგი განზრახვით რომ რაღაცას აძალებ ადამიანს. ის ადამიანი შეიძლება თავის გზას გადის, ხო, წეგან შენ სახსენეს და შეიძლება იმ რაღაცისთვის საერთოდ არ არის ამ მომენტში მზად შენ რო აძალებ, ამით უფრო თვით შეფასება დაუვარდეს და უფრო დაისტრესოს რა. შეგიძლია გარედან უბრალოდ გვერდში ედგე. ნუ ეხლა ძალიან სხვა თემაზე გადავედით. ხო, მაგრამ ანუ მნიშვნელოვანია ტოტალური სიყვარული, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა. ტოტალური სიყვარული. მე მახსოვს შენ იმ დღეს გვეუბნებოდი რომ მოდის ამას ესეც თქვათ რა რაღაც ახალ ერაში შევდივართ და ეს რაღაცა გაყოფა სამყაროს დონეზე რომ არის რაღაცა ეს შავი და თეთრი არ მიგვიყვანს არაფერ კარგამდე რა ანუ საბოლოო ჯამში უნდა მივიდეთ იქამდე რომ ერთიანობა გქონდეს და ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს იმიტომ რომ ის ადამიანები ვინც აი გაყოფაში იქნებიან ფიზიკურად ვერ გაუძლებენ იმ გარემოებას რაც ნელ-ნელა შემოდის რა. კი, აი ეს დუალური აზროვნება ცუდის და კარგის და შავის და თეთრის გარღვევის პერიოდში ვართ ახლა საერთოდ, რაც ძალიან რთულია რა თქმა უნდა ჩვეულებრივ ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ევოლუცია და ევოლუცია მარტივი არასდროს არ არის. მაგას ვადარებ ხოლმე სულ ბავშვის მდგომარეობას, აი რო წარმოიდგინე ბავშვი როდესაც იბადება. მისი გამოცდილება როგორია? მისთვის იმან ხო არის ის რომ იბადება. ეხლა რა არის? ხო ნახე, ხო, ჩვენ ხო გვიხარია, მაგრამ ბავშვისთვის რა არის? ბავშვი იჯდა თავისთვის ძალიან ბედნიერ სამყაროში, რომელიც კვებავდა თბილი იყო, ძალიან კომფორტულად იყო, ეფერებოდნენ და სიყვარულს იღებდა და უცებ ეს სამყარო იწყებს შეკუმშვას და აწვება. ხო. ბავშვს გონია რომ კვდება. რეალურად. ეს გარე სამყარო აწვება. ხო, აი, რატო გეუბნები ახლა მაგას? ჩვენც რასაც სიკვდილს ვეძახით რა, ძალიან გავს მაგას. ანუ გარე სამყარო, სადაც ეგონა რომ ცხოვრობ და იწყებს მიწოლას და აღარ იცის რა გააკეთოს და სადაც გასაძრომს, პაულობს, უბრალოდ იქ გადის. ფაქტიურად მისთვის ახალი ცხოვრება, ხო, საერთოდ ახალი სამყაროა გარეთ, იმიტომ რომ მისთვის ცნობილი სამყარო რაც იყო შიგნით, დამთავრდა. ოღონდ იმან არ იცის გარეთ რა ელოდება და მიდის უცნობში. და უცნობში იწყება ახალი ცხოვრება. და არასდროს არ იცი იქ უცნობში რა დაგხვდება არასდროს, მაგრამ აი ამ პროცესს შეიძლება სიკვდილად განიცდიდე. ძალიან სიგიჟია მაგაზე რომ დაფიქრდე, ბავშვი რა გამოცდილებას გადის, რომ იბადება. თან ხო იცი რომ რეალურად ეს თავი ეჭყლიტება და ნუ საკმაოდ ისეთი პროცესი არის რა.
მაგრამ ისე რა ქვია რომ დაუბრუნდეთ იცი რა ეს აი შენ მაგალითად მახსოვს სულ მეუბნები ხოლმე რაღაც ყოველდღიურ თემებს რაც შეიძლება ადამიანმა აკეთოს რომ მივიდეს ამ ნულოვან კონდიციაში. ნუ ეს დავარქვათ რა. ხო, მოდი დავუბრუნდეთ. აი რაღაცა ისეთი რომ რაღაც რა შეიძლება რომ ყოველდღე აი მარტივად აკეთო ისეთი რომ ხელი შეუწყოს ანუ მოდი ახლა მანიფესტაცია დავარქვათ ამ ეტაპზე რა მაგრამ სურვილების ასრულებას თუ იმ ცხოვრებით ცხოვრებას რაც გვინდა. აი რა შეიძლება ადამიანი რომელიც საერთოდ ამისგან ძალიან შორს არის იმიტომ რომ მე ამ გზაზე მართლა დავდექი 10 წლის წინ ზუსტად და 10 წლის წინ პირველად რა ესე ვიყავი უნდა დაწერო ის რომ უნდა ჩამოგეწერა სურვილები ეგეც არ ვიცოდი ელემენტარულად რა მაგრამ აი ადამიანები ვინც გვიყურებ რომელსაც საერთოდ ამ მიმართულებით არაფერი არ უფიქრიათ არასოდეს ცხოვრებაში. აი რა არის მარტივი პრაქტიკა რაც ყოველდღიურობა შეუძლია დაამატოს რა ცოტა წავიდეს ამ მიმართულებით რა აი პირველ რიგში ხო აი კარგი ის არის რომ ვისაც არ უკეთებია ეგ პლუსიც კი არის იმიტომ რომ ვისაც უკეთებია შეიძლება უკვე იმდენი რაღაცა სცადა და რაღაცა მის წარმოდგენაში გართულ დასავით თუ აი დამძიმდა თემა ხო ხტები რაც მძიმდება მე არ არის ხოლმე კარგი ხო გვეძარება ამიტომ თუ არაფერი გამძლება არ ქონია უბრალოდ დაიწყოს იმითი რაც შენც თქვი ხო დაფიქრდეს და დაიწყოს რა მინდა შეიძლება კითხვაზე პასუხი ძალიან გართულდეს იმიტომ რომ დღევანდელ ქაოსში და over ინფორმაციაში ძალიან ბევრი ხმაურია გარშემო სხვისი ფიქრები ჩვენი ფიქრები და ასე შემდეგ და ამიტომ რა მინდა სპონ არის ხოლმე რთული ამიტომ მაგ შემთხვევაში კარგია რომ კითხვაზე პასუხი გასცეს რა მე სიამონებოდა რა იქნებოდა კარგი აი ყველაფრის ასრულება რო შემეძლოს პირველს რას გავაკეთებდი აი ახლა მე რო ყველაფრის გაკეთება შემეძლოს და ყველაფრის ასრულებას აი პირველს რას გავაკეთებდი მეორეს რას გავაკეთებდი ხო ხტები ისე კი არა რომ აი მე რა მინდა ეხლა და ამას რაღაცა აი ვისაც დიდი პასუხისგებლობა აქვს ამაში მძიბდებით მე რა რომ აი მართლა ზუსტად აი ის 10 ზუსტად რა მინდა ეხლა ეს რო თქვა და მე ის მეორე რო არ ნუ მოკლედ ამიტომ ძალიან მარტივად აი მაგაზე იცი რას კითხავ კიდე იმიტომ რომ მაგალითად რა შიში მქონდა თავიდან რომ დავიწყე იცი რა ანუ ჩემი ნეგატიური ფიქრების მეშინოდა რა რომ მეგონა რომ თუ ერთი ცუდი გავიფიქრე სამყარო გაიგო და ამის მე კი მივხვდი რომ ეგრე არ მუშაობს სამყარო რა ანუ ძალიან თუ მიენდობი თვითონ გილაგებს როგორც არის საჭირო მაგრამ ბევრი ვიცი რომ აი მაგითაც არის რომ აი მე ხო ნუ გავაზრებული არის ახლა რომ ყველა ფიქრი მატერიალურია და აი ამ მომენტში როცა გონია რომ ყველა ფიქრი მატერიალურია გეშინია რომ აი მე ახლა არ ჩავიფიქრო ეს და უკვე ძალიან პასუხისმგებლობით უდგები ჩაფიქრება სურვილი. ხო და აი მაგას უნდა მივხვდეთ რომ რეალურად ესე სურვილის ჩაფიქრება კი არ არის სურვილს რაც უფრო მარტივად გაუშვებ და აღარ გაედევნები უკან და 5000 ჯერ აღარ შეამოწმებ. მართალი ხარ. მით უფრო კარგია. აი რეალურად რო გადავხედოთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს ცხოვრებას ძალიან ბევრი შემთხვევა არის რომ აი ესე უბრალოდ გაიფიქრე, აი გადახედე შენს წარსულს. რაღაცა შეიძლება 5 წლის წინ გაიფიქრე და დღეს აი ესე უბრალოდ თავისით გამოჩნდა, ხო? მან დავამატებ იმას რომ მე პირველად რომ გავაკეთე ეს რაღაც კურსი გავიარე არ მახსოვს მაგრამ შენც გაგიზარე კურსი მოკლედ ამ მოცნების ასრულების თემა იქ დაგვაწერინეს ეს ხო ვიმუშავეთ ამ აცურვილზე და მიგვაწერინეს თარიღები როდის გვინდა რომ ასრულდეს ოღონდ მე გითხეს რომ უნდა დაივიწყო ეს თარიღი დავივიწყე გამომივიდა დავივიწყე და იმ დღეს შემთხვევით შემხვდა ეს ფურცელი იმიტომ რომ ვალაგებდი მყრიდი მორიგ ნიფტებს ჩემი სახლიდან და გავხსენ და რო გადავხედე გამაჟრიალა იმიტომ რომ ყველაფერი ამიხდა იმ პერიოდში როცა მეწერა წარმოიდგინე აი აუკე თამაშობანაც კი მეწერა წარმოიდგინე რომ მინდა რაღაც ეს ეხლა რა ფორმატ ერთი წიგნის გამოცემა მინდა თქო მეწერა რომ მინდა რომ გამოვცე წიგნი და გამომცემლობა მაქვს დღეს აი ხვდები სულ სხვანაირად ბევრი რაღაცა სხვანაირად მაგრამ მაინც ამიხდა და იმ ის მეორე სავარჯიშოც მე რომ სხვა დროს სხვა კურსის დროს რო გავაკეთე ეგ იყო რომ ეს 100 სურვილი დაწერა დავკეტე და დავივიწყე აღარ მახსოვდა შიგნით რაც ეწერა და როცა ივიწყებ მე აი ნახე რა ლოგიკა მე რაც გითხარი სადაც ცნობიერება ვარც თქო და ცნობიერება თავის თავს გამოხატავს ხო ამ ცნობიერებაში რეალურად რაც ჩადის ეს ყველაფერი მასალასავით არის რა დღის განმავლობაში შეიძლება გახსოვდეს და მე გადადეს ასე ვთქვათ უკანა კონტეინერი დავარქვათ ხო რაღაცა ქვეცნობიერს დაარქმევ თუ რასაც დაარქმევ რომელშიც ეს შენი მთელი ყველაფერი გროვდება ოღონდ მანდ რა თქმა უნდა არის ხმაურებიც და არის ანუ ჩვენი გაგებით პოზიტიური და ნეგატიური ფიქრები, რაც მე საერთოდ ჯამში ერთმანეთში იზილება. რაც უფრო მარტივად თემას გაუშვებ და ამაზე ძალიან არ მოეჭიდები, ბევრ პასუხისგებლობას ზედ არ დააკიდებ, მით უფრო ეს სურვილი, რაც გითხარი, ანუ ასრულება და მოზიდვა ჩვენი შრომა არ არის, ეს არის ავტომატზე. ეს არის ჩვენი ბუნება, ანუ ძალიან კაია. მე მგონია რომ შრომაა. არა, მანიფესტაციას შრომა არ ჭირდება. ჩათვალე ყველაზე მარტივი გზა რა არის? უბრალოდ თუნდაც ყოველ დღე ერთხელ კი არ დაწერო ის 10 სურვილი. ყოველდღიურად ადგე
პირველი, რაც გჭირდება აუცილებლად თავიდან გამოვიდეთ, იმიტომ რომ ამ თავს ესე ხარიშხალივით მივყავართ სადღაც, არ ვიცი, ბოლოს უკვე წივის ხოლმე. ამიტომ რას ვაკეთებთ? ყველაზე პირველი მშვიდდებით და სხეულში ჩამოდივართ. სხეულში ჩამოსვლისთვის აუცილებელია პირველ რიგში ჩვენს თავს შევეხოთ, იმიტომ რომ ვეხებით, ანუ ეს შეხება აქტიურებს აი ამ შეგრძნებებს და ვიწყებთ ნებისმიერ ადგილას, გინდა ფეხებზე დაიწყე, აი ყველაზე მაგარი ნახე, აი ფეხებზე აი ესე დაიწყე გასმა, ორივე ხელის გულით, ჯერ ერთის იმაზე აქცენტი, მერე მეორე და მიხვდები რომ უკვე მშვიდდები. როგორც კი აი შეხების წერტილებზე გადაგაქვს ფოკუსი, ხო? პირველი, მერე მეორე სუნთქვა. იწყებს სუნთქვას. ჩასუნთქვას და ძალიან შედარებით ნელა ამოსუნთქვას. აი სამი ჩასუნთქვა ამოსუნთქვა საკმარისია რომ შენ დაბრუნდეს სხეულში. ეს არის ბაზა. ამის გარეშე მუშაობს, დავადასტურებ, იმიტომ რომ ძალიან რთულ მომენტებში მარიამიც რო დამირეკე, ეგ ხო უთქვამ ჩემთვის. მე მაყენებს ხოლმე იატაკს, რომ ფეხებით დაადექი მიწაზე და მიგრძელი. ანუ თავსდებ რომ მუშაობს ეგრე. ანუ რეალურად, როდესაც ტვინში ვართ გაფრენილები, მაგ მდგომარეობები და გინდა ჩაიფიქრე, გინდა არ ჩაიფიქრე, გინდა ყველა კედელზე დაწერე, აზრი არ აქვს რა. ანუ შენ უნდა შენი ავატარი მას ქნა აითვისო ბოლომდე და ფლობდე. ანუ რეალურად ჩამოდიხარ და ბრუნდები სხეულში, გრძნობ შენ სხეულს, იმიტომ რომ შენი კრისტალიზება რაც გითხარი ცნობიერების არის მე აქ ახლა ვინ ვარ. აი ამ ბაზაზე დაფუძნებული. მე აქ ახლა ვინც ვარ, იმას ვქმნი. და ფიქრში ახლა მე თუ 500 მილიონი ფიქრს გავუშვებ, მაგრამ მე ისევ ვარ ის, ვინც გუშინ წინ ვიყავი და მე ჩემს თვით შეგრძნებას და თვით იდენტობას არ შევცვლი, ამითი ეს, რა ვიცი, შეიძლება ხო სადღაც გამიმართლოს და ამისრულდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა სურვილის ასრულება დგება იდენტობის ცვლილების შედეგად, იმიტომ რომ იდენტობა არის ის რაღაცა კვინტესენცია, რომელიც თავს აკრისტალიზებს მატერიაში. შეიძლება ცოტა ისე ტერმინებს ვიძახი, ეხლა ხო, ცოტა მარტივად ვთქვათ, ანუ დილით ვთქვათ, ყველაზე მაგარი დილის სეტაპს, რასაც ვეძახი, მე არის რომ ვიღვიძებთ გამოცდილი მაქვს, ეხლა რასაც ყვება ის დილის სეტაპი. ვიღვიძებთ, სხეულს გრძნობთ, სუნთქავთ, აწყო წერტილში მოვდივართ, გარშემო, აი ძალიან კარგი ეგ შფოთისგანაც მოხსნის კუთხე, ძალიან კაია რომ ვთქვათ, რომ აი მეტალს ვეხები, ჭიქას ვეხები, მოკლედ რეალობასთან ვიჭერთ კავშირს. და აი ამ კავშირის შემდეგ უკვე დამშვიდებულები და საერთოდ იდეალურ შემთხვევაში საერთოდ ტვინში ფიქრი არ უნდა კონდეს და აი ნელ-ნელა ამ პრაქტიკით აქამდე მივალთ, როდესაც გონებაში აი ეს ქაოსი და ფიქრები არ არის, მაგ წერტილიდან სურვილების დაწერა, იმაზე დაფიქრება რამე სიამოვნებოდა, ეხლა რო ყველაფრის ასრულება შემეძლოს პირველს რას ვიზავდი. აი უკვე მოდის ხლები გულიდან მოდის და არა რაღაცა გაჭიროებული, გაჭედილი მდგომარეობიდან. დღის სეტაპზე რაც გვასწავლე და სეტაპება რო გვასწავლე ყველას. რომელი? შენ როგორ ანუ მე ძალიან ბევრი ტექნიკაა ეხლა. არა, რომ დღის დასეტაპებას ესე ეძახის მარიამი, რომელიც თამაშობანას ხალხს გვასწავლა, მაგრამ ისე ჩამრჩა ტვინში, რომ ყოველდღე ამას ვაკეთებ. ანუ დილას რო ვიღოთ ამ პროცესს ვიზა. ფლეშბექს ამბობ, ხო, ფლეშბექს ხო, სხვა რაღაცა ქვია, კი ბატონო, კი, არა, ეგ ქვია. თქვი შენ, თუ გინდა. ანუ მე ვიტყვი რა გქოთით, რომ ანუ იმ მომენტში რო ვიღოთ, ანუ უნდა წარმოიდგინო მთელი ფლეშბექად, ხო, სხვა დასეტაპება დავარქვი, მაგრამ ფლეშბექად ორივე ერთია, ხო, წარმოიდგინო ამ დღემ რომ უკვე ჩაიარა და დღის ბოლოდან როგორ გინდა რომ ეს დღე როგორ ხედავ უკვე რომ ეს დღე იყო. ანუ ამას ვაკეთებ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მარიამმა მითხრა. ანუ ელემენტარულ რაღაცებზე, აი სადმე მაგალითად თუ მივდივარ გზაში, აი პოდკასტი რო ქონა დღეს ჩასაწერი, ესეც, აი ესეც ზუსტად ისე მიდის, როგორც დილას დავასეთ. ხო, ეგ არის. ანუ ეგ არის, როდესაც ნახე, როდესაც შენ ცხოვრებას მართავ და მართლა ცხოვრებობანას თამაშობ და ამ გამოცდილებით ერთობი. და არა, როდესაც მიყვები, ვაიმე რაც იქნება და ღმერთო და ყველაფერი კარგად იყოს. ანუ ნახე, დილით ესე იგი რო ვიღვიძებ, ცხელში რომ მოვდივართ, ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ და კარგად რო ვართ და ბედნიერად გრძნობ თავს. შეგიძლია იქ სურვილების ჩამოწერაში რა თქმა უნდა ჩამოწერო, მაგრამ იმ სურვილებს თუ ყოველდღე არ აკეთებ, მაგის გარდა დღის სეტაპს აკეთებ. ხა დღის სეტაპი რა არის? გონებაში გადააკატავებ, რაც გინდა რომ მოხდეს, ან რაც დაგეგმილი გაქვს რომ მოხდეს, შენი თავი წარმოდგენით გადაყავს უკვე დღის ბოლოს, რომ უკვე არის საღამო, აი იძინებ, ან სახში შემოდიხარ, რაღაც ერთი კადრი, ერთი მომენტი, რომელიც იცი რომ უეჭველი მოხდება და უბრალოდ ფიქრობ, აი ეხლა მე უკვე საღამოს, რომელიც შემოვდივარ სახლში, თავს როგორ ვგრძნობ.
მე ვინ ვარ, როგორ ჩაიარა დღემ, თავს როგორ გრძნობ. აი ეს შეგრძნება უნდა იქნო. ამით ნახე რას ვაკეთებთ. გამოდის რომ twins ვაძლევ რეცეპტს ფაქტიურად მომავლის წერტილზე, რომ შენ საღამოს 7 საათზე თავს ესე უნდა გრძნობდე. ეხლა ხო დილა 9 საათია, მაგრამ მე twins ვეუბნები რომ საღამოს 7 საათზე მე არ მაინტერესებს შენ დავალებას გაძლევ, რომ შენ ესე უნდა გრძნობდე თავს. 7 საათზე რომ გადმოხედავ დღეს სამსახურში საქმემ როგორ ჩაიერა. უკვე აკეთებ კომენტარებს და ეს კომენტარები შეგიძლია twins-ში ჩამოყარო. ვაუ, ეს რა მარტივად წავიდა. ანუ და შეგიძლია შეგრძნებაც კი იქნო როგორ წავიდა ის საქმეები და ის შეხვედრები თუ რაც ქონდა დაგეგმილი როგორ გაძვერი და საცობი არ შეგეხო და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალი მოკლედ რა. რაც გინდა მუშაობს. აი აგერ ვარ მაგალითი იმისა თუ როგორ ძლიერად მუშაობს და აქ რა მინდა ახლა დავამატო. რა თქმა უნდა ადამიანებისთვის როგორები ჩვენ ვართ ანუ ასეთვის რომ ამ თემებში რაღაც დიდი ხანია გვაინტერესებს ანუ ადვილია რომ მიიღო ესეთი ინფორმაცია რა მაგრამ არის ბევრი სკეპტიკური ადამიანი რომელიც ესე ადვილად ყოველგვარი იმის გარეშე რა რომ რატო არა მაგრამ მეც შემგარშემოთ რა ბევრი ადამიანი ვისაც აი ესე მარტივად არიღებენ ეგეთ თუნდაც ამ ინფორმაციას რა და ანუ რეალურად მინდა რომ მაგაზე ვთქვათ რა რამდენად მნიშვნელოვანია რომ გჯეროდეს აი რა იმას ხო არიღებ რაც შენ გინდა ანუ იღებ იმას რისიც გჯერა სინამდვილეში ვინც ხარ აბა ნახე ეხლა აი მაგალითად ეს პრაქტიკა რაც არის ხო დასეთაფების ადამიანს არ ჭირდება რომ ამის ჯეროდეს უბრალოდ გატესტოს პრაქტიკაზე საერთოდ ნუ გჯერა უბრალოდ გატესტ ეს არის მექანიზმი როგორებიც ვართ ესე მუშაობს ხვდები და ამას ეხა ღრმად გჯერა არ ჭირდება რასაც შენ ამბობ რისიც გჯერა სინამდვილეში მაგისი ქვედადონია კიდე ვინც ხარ ანუ მართლა ქვეცნობიერ დონეზე რაც წარმოდგენა გაქვს რომ ეს არის შესაძლებელი საერთოდ და რაზეც გაქვს დაშვება ესე ვიტყოდი და ხო რისიც გჯერა შეიძლება ესე ვთქვათ იგივე არის კი ბატონო მაგის იქით მაინც ვერაფერს ვერ შექმნი მაგრამ მაგისი პოვნა ძალიან რთულია ხოლმე იმიტომ რომ გონებით შეიძლება მჯეროდეს რომ კი მე როგორ შეიძლება მჯეროდეს რომ მე რაღაცას არ ვიმსახურებ ჯერა რომ მე ვიმსახურებ ანუ მაგისი გადევნება ძალიან რთულია ხოლმე იმიტომ რომ გონებით რაღაცა გვინდა ვიცით რომ ეს რაღაცა კარგი არის და ძალიან მიჭირს ვიპოვო მისესი რატო შეიძლება მჯეროდეს პირიქით რომ ეს არ მინდა ანუ როცა მინდა ხო ანუ მანდ ძალიან ვიკარგებით და ვიჭრებით ამიტომ დაჯერებების შეცვლა რა თქმა უნდა არის თემა და აი ამ მანიფესტაციაში და საკუთარ თავზე მუშაობაში ეგ ნაწილიც აუცილებლად არის იმიტომ რომ ფოკუსის დროს როდესაც სასურველზე ფოკუსირდებით არ არსებობს რომ იმ საწინააღმდეგო დაჯერებებმა თავი არ ამოყოს. ხო. როგორ არის იცი? აი თქვათ ახლა ამ ჭიქაში მე რომ მინდა რომ რაღაცა ყავა ჩავასხა და უკვე წყალი ასხია. ამ ყავის ჩასხმას რო ვიწყებ ეს წყალი გადმოსვლას იწყებს, ხო? ანუ და მიდის თელი აურზაური. ამიტომ მე რომ ფოკუს ვიწყებ და რაღაცა ძალიან საწინააღმდეგოზე არის აქ საუბარი ხა. თუ რაღაცაზე წინააღმდეგობა არა მაქვს და იმ საკითხის მიმართ ძალიან მარტივია მაგალითად პარკინგის პოვნა რაღაცა რომელიც იმდენად ჯერ აი დაუჯერებელი ფენომენი მიხვდებს რომ საერთოდ არც ტრენინგები უყვარს ეგეთი არც კურსები არ მაშინ ბუნებრივად არის ეგ მდგომარეობა სუჯერა რომ ყველგან მანქანა დახვდება აი რუსთაველზე რომ გაიაროს მანქანი წინ დაუხაზავენ რუსთაველზე პარკინგს და გააჩერებს დაუჯერებელი აი თვითფრინავით რომ მივფრინავთ სადმე მაგის ჩემოდენ სუ პირველი გამოდის მთელი თვითფრინავი რომ გადავსებულია ის ჯდება წვება სამ სკამზე. ანუ იმ დონეზე აქ ეს გათავისებული და ისე ჯერა ამისი რომ გამონაკლისი არ არის მის ცხოვრებაში გამართლების და ეგეც ძალიან მაგარია რა. კი, ეგ არის, იმიტომ რომ ნახე იმისთვის ეს დაჯერებაც ცოტა უკვე ისე არის, რა ყველა ამბობს რისი გჯერა ეს ბილივები და ასე შემდეგ. სინამდვილეში მისთვის ეს არის ნორმალური. ხო, მაგას ვამბობ. ეგ არის მაგაზე. ხო, ეგ არის აი მთავარი საკვანძო სიტყვა. აი რაღაცა შენთვის ხო არის ნორმალური. ვისაც მაგალითად ყავს მანქანა, მისთვის არის ნორმალური, რომ დილით ადგება მანქანაში ჩაჯდება და მიდის სამსახურში, ან სადღაც მიდის, ხო? და ვიღაცას ვისაც არ ყავს მანქანა, ეს მანქანის ყოლა აქ ცოტა ისეთი აღმატებული და აი ცალკე განყენებული საკითხი. იმიტომ რომ მე არასდროს პარკინგის ადგილი არ იმიტომ დავდივარ ყველგან ფეხით. იმიტომ რომ შენთვის ნორმალურია რომ პარკინგი არ არის თბილისში. ანუ შენ ეს იცი დარწმუნებული ხარ რომ პარკინგი თბილისში პრობლემაა და ის დარწმუნებულია რომ ყველგან იქნება პარკინგი. მაგიტომაც იმას ხარია. აი ეგ არის ყველაზე მაგარი ნახე ეხლა ამ ნეგატიურ დუალობაზე და იმაზეც რაც თქვი ხო? ისეთ ეპოქაში ვართ რომ ყველაფერი ჭარბად არის მოცემული კარგით და ცუდით. ჩვენი გამოცდილების და შეგრძნების დონეზე თუ ვიტყვით რა და შენ რაზეც ფოკუსირდები
და აი მაგალითად სუფთა პარკინგი რო აიღო, ხო? შენ თუ ისე მომართე და ისე გაავარჯიშე შენი სისტემა, რეალურად სისტემა გაქვს, ხო, ჩაბარებული ესე ბიორობოტი. ისე გაავარჯიშე, რომ შენ ცოდნა, დაჯერება, აი ეს ნორმალურობისა და რეალობის აღქმა გაქვს, რას ლაპარაკობ, სადაც მიდიხარ, აი ესე ჩდება მართლა ადგილი, თუ ეს შენთვის გახდა ჩვეული მდგომარეობა. პრაქტიკით. ანუ ნახე ყოველ ჯერზე და პრაქტიკით და დადასტურებით. ნახე ყველაზე მაგარი რა არის? მაგალითად დილით ჩამოწერე სეტაპი გააკეთე და ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ სადაც მივდივარ, ყველგან ადგილი მხვდება. თქვათ, ხო, აი, მაგალითზე რომ თქვათ. ესე იგი, დილით გაიღვიძე, ისუნთქე, სხეული იგრძენი, ჩამოწერე, სეტაპი გააკეთე, რომ დღეს სადაც მივედი, ყველგან ადგილი დამხვდა, მე რა ხდება? წახვედი დღეში შეხვედი. ამაზე აღარ ფიქრობ საერთოდ გაუშვი, მაგრამ თუ სადმე რამე გააგახსენე, მაგალითად საჭესთან ხარ და უკვე აი პარკინგს უახლოვდები, ხო შეგიძლია რამდენჯერმე კიდე გადააკატაო, იგრძნო როგორ მიხვედი და როგორ მარტივად გაჩერდი და ოღონდ ნახე პროცესით შეგიძლია ის ძალიან მარტივად გადააკატაო, მაგრამ თავარია რომ მანქანიდან გადმოდიხარ და ხო ხტები რაღაცა ეს ხო? აი ეს ყურში იგრძნო, იმიტომ რომ აღქმის ორგანოების ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტ აღქმის ორგანოს ჩართა უკვე რეზულტატის შეგრძნებაში მით უფრო კარგად ცოცხლდება. მე ამას შეგვიძლია დღის განმავლობაში ესეთი რაღაცა გადააკატაო და დღე რომ დასრულდება, ეხლა რა მოხდება ნახე? აუცილებლად გააჩერებ ჯერ ერთი მანქანას და თუ მაინც არ გააჩერე, ეს იმას ნიშნავდა, რომ შენ ქონდა რაღაცა მეტი წინააღმდეგობა შენ სისტემაში, უკან იმაში, კონტეინერში. ამიტომ ცოტა მეტი გამეორება დაგჭირდება. დღის ბოლოს რომ გადახედავ, დღეს აი დღის გადახედოთ ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე უნდა დააფასო ის ყველაფერი, რაც გამოგივიდა და შენს გონებას დაასწავლო და გაუმეორო. ნახე, დღეს ნამდვილად როგორ ყველაფერმა ჩემთვის კარგად იმუშავა, როგორ დამხვდა პარკინგი. აი ნამდვილად ნახე, ეს გამოვიდა, ანუ დილით ჯერ სეტაპს აკეთებ, დღის განმავლობაში ცოტა პატარა რეპეტიცია 5 აღქმის ორგანოთი და დღის ბოლოს უმეორებ და ამას ერთი კვირა რომ გააკეთებ, მე ეს ავტომატზე შემჩნევას დაიწყებ, ხვდები? ანუ ჩვენი ტვინი შემჩნევა არის ძალიან. მე მაგაზეც ვილაპარაკოთ 2 წუთი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მე საერთოდ ვერ ვამჩნევდი ჩემ თავს დღეს არაფერს, აი იმდენად საერთოდ არ ვიყავი დაკვირვებული არაფერს, მართლა ძალიან დიდი შრომის შედეგად, ეხლა ფაქტობრივად მეორე ნინო დამყვება, რომელიც გვერდიდან ამჩნევს, აანალიზებს ყველაფერს და აი ამის მნიშვნელობაზეც თქვათ რა. დამკვირვებელი. ხო, დამკვირვებელი რო ყავდეს, სულ ცოცხლად რა. ხო, ნახე, ის დამკვირვებელი და შემჩნევა კიდე ორი ცალ-ცალკე თემა არის, რა კუთხით ნახე, ის დამკვირვებელი არის ფაქტიურად ჩვენი მეორე სართული, რასაც შეგვიძლია ესე დავარქვათ. მიშენება? არა, ანუ რაღაცა შენი ზემე ჩათვალე რა, ზემე რომელიც უყურე, აი აქ ვარ მარიამი და აქ მყავს ზემე დამკვირვებელი ვთქვათ, ხო? ეს მარიამი დადის, აი მოვიდა პოდკასტზე ლაპარაკება ნინის და ასე შემდეგ. ეს მარიამი იყურება მარიამის თვალებიდან, ხო? თავის ავატარში არის. და ეს განიცდის სამყაროს 5 აღქმის ორგანოდან და როლში არის, იდენტობა აქვს, პერსონა არის და ასე თავისი პრობლემები და ბედნიერებები აქვს, ხო? მაგრამ როგორც კი მე დამკვირვებელს ჩავრთავ და ჩემს თავსაც გარედან შევხედავ, სხვადასხვა ეს რეფლექსია ძალიან მაგარია იმისთვის, რომ დავინახო რა მაქვს გასაუმჯობესებელი, იმიტომ რომ ეს თავის თავს ვერ ხედავს გარედან. და აი გარედან, როდესაც შევხედავ მე ჩვენ სიტუაციას ზემოდან, გაცილებით სხვა პერსპექტივა და სხვა ცოდნა მეხსნება. შეიძლება დავინახო, რომ განზრახვა ერთი მაქვს, მაგრამ უნარებში მაკლია და ამ განზრახვას კარგად ვერ გამოვხატავ, თქვათ, რაღაცა არ გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა გამოსულდა. მე ამ რეფლექსიას თუ არ გავაკეთებ გარეთვალიდან, ხო? ამას მარიამის გადმოსახედიდან ვერასდროს ვერ დავინახავ, იმიტომ რომ ეს თავის ტვინში არის შეზღუდული და თავის თვალუკებიდან იყურება, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, კი, დამკვირვებლის პოზიციას და შემჩნევა წეღან რაც თქვი, ის კიდე მეორე საკითხი არის, რომელიც ნიშნავს რას, რომ შენ ცხოვრებაში რასაც ამჩნევ, იმას აკრისტალიზებ. იმას ამატერიალიზებ. გადავამუშაო ტვინში ახლა რაც მითხარ. ნახე? შენ თუ მაგალითად, აი მარტივად გეტყვი, მანქანა რომ ყავს საყიდელი და ყველას ქონია ეგეთი თემა, რომ რაღაცა მანქანა შეარჩია, მაგალითად რაღაცა წითელი, Toyota რაღაცა, ნებისმიერი, ხო? მე ქუჩაში რო იწყებ და სულ ეგ მანქანები რო ხდება. მე მჭირდა ეგ ორსულად, ძალიან რომ მინდოდა დაორსულება. ორსულები ხდებოდნენ. ორსულები ხდებოდნენ და სხვა შორის ანუ რო სულ ხდებოდნენ მე დავიწყე და ეხლა გამიგებს ყველა ვინც ძალიან ცდილობს დაორსულებას რა რომ აი რაღაც მომენტში რო ხედავდი სადმე რო ვინმე ორსულდებოდა ან რაღაცა აი გულში რაღაცა კი მიხაროდა მაგრამ გულწრფელად რო ვიყო რაღაცნაირად აი მეც მინდოდა რა გულწრფელად რო შეხოდა და მე აი ეს პრაქტიკა რო თქვი მადლიერების ხო აი სასწაული ისტორია დავიწყე ჩაწერა აი ვიღაცას რო გავიგდები ჩემ მეგობარს რო ორსულად ან წითელ Toyota-ს რო იყიდა დავწერდი რომ აი მაირიამა იყიდა წითელი Toyota მადლობა ღმერთო რო თუ სამყარო ისაც ახლა
და ანუ როგორც კი შეუცვალე shift-ი და მადლობელი ვიყავი ყველა урსულისთვის, ყველა წითელი Toyota-სთვის, ну გეფიცები ცხოვრებაში მოვიდა ჩემთან წითელი Toyota მოდუნდა და უკვე რეალურად ის განიცადა. აი წეღან რასაც ამბობდი არაზე რა, არაზე და ნეგატიურზე და ასე შემდეგ. აი ხა მაგაზე მინდა რა გითხრა და იგივე მორსულების შემჩნევას და ასე შემდეგ. ჩვენ რეალურად რაზეც ფოკუსირდებით და რასაც უგრძნობთ და რასაც ვზიარდებით, იმას ვიზიდავთ, შეგვიძლია ესე ვთქვათ, ხო? ხა ჩემი გაგებით ვქნით ჩვენს ცხოვრებაში. არა რატო არ მუშაობს და რატო არ მუშაობს ნეგატიურზე ფოკუსი და ნეგატიურიდან ამოსვლაზე ფოკუსი. აი მაგალითად, არ მინდა ეს სამსახური. პირობითად, არ მინდა ეს სამსახური, არ მაფასებენ რაღაცა. არ მინდას ნაცვლად, რო შევხედოთ წინადადებას, ხო? არ მინდა ეს სამსახური. აქ რეალურად რაღაცა თვისებას რა გამოხდა? არაფრის მატარებელი არ არის, ანუ არაფერს არ ამბობს, მინდაც არაფერს არ ამბობს, იმიტომ რომ საგანი არც ერთში არ არის, ხო? რაღაც საგანი არც ერთში არ არის. საგანი არ უკვე სამსახურზე. სამსახურზე რო დაფიქრდე, უკვე იცი რაზეა საუბარი და არაზე რო დაფიქრდე და მინდაზე, არ იცი რაზეა, იმიტომ რომ არაფერი არ არის იქ მიბმული, ხო? ანუ გამოდის რომ მე რო წინადადებას ვიძახი. მინდა სამსახური გამოდის. ანუ მარტო სამსახური გამოდის. ანუ რეალურად შინაარსი არაში და მინდაში არ არის. ის რა თქმა უნდა, ამის გარეშე ის არაფერს არ გეუბნება, ხო? მხოლოდ ეს დაგრჩა. ანუ გამოდის რომ რამდენჯერად შენი ფიქრებ, რომ არ მინდა ეს სამსახური, იმდენჯერ შენს ქვეცნობიერში ასხავს სამსახური. ოღონდ თან მიყვარ. იმ დამოკიდებულებით, რაც გაქვს სამსახურთან დაკავშირებით. ანუ შემთხვევაში ნეგატიური. ანუ გამოდის რომ შენ სისტემას ავარჯიშებს სამსახურს და მეტი ფოკუსი გაქვს ამ სამსახურზე და ეს რას ნიშნავს? გიყვარს შენი სამსახური? კიო, დაგვიქნია თავი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ დღის ფოკუსშიც და ასე შემდეგ ფოკუსირდეთ იმაზე რა გვინდა და არა იმაზე რა არ გვინდა, იმიტომ რომ შენ სისტემაში ჩაასხა ის რაც მართლა გინდა რომ შემოვიდეს და ამ დროს არის ნახე ეგეთი რჩევა რომ თუ დღის განმავლობაში რაღაცა სხვა ხდება, რაც არ გინდოდა, უბრალოდ ამას შეხედე როგორც შენს წარსულს. ანუ რეალურად ჩვენი აწყო არის ჩვენი წარსული. გეტყვი რატო? აწყოში რაც გვაქვს ცხოვრებაში არის ჩვენი წარსული მეს და მატერიალიზებული რეალობა. ხო ისეა. ანუ ჩემი გუშინ წინდელი, იმის წინდელის სურვილები და რწმენები დამატერიალიზებული არის ჩემი დღევანდელობა. და მე თუ ჩემს დღევანდელობას დავეყრნობი და ვიტყვი რომ აი ეს არის რაც არის, მაშინ გამოდის რომ ეს არის რაც არითი, ხვალაც იგივე შევქმნი. ამ წუთას მე მაქვს შანსი რომ რაღაცა პატარა გაყოფა გავაკეთო და ვთქვა რომ მოიცადე გუშინ წინ თუ ეს შევქმენი რაც დღეს მაქვს, დღეს რა მინდა რომ ხვალ მქონდეს. ამას თავი დავანებო, ამას ჩემზე გავლენა არა აქვს. გავიქე. საერთოდ. აუ, ძალიან კარგად დამიღეჭე ახლა, ხო? ძალიან გასაგები. გეხოთები მითხარი, ერთი, აი რაღაც თუ გახსენდება, მე ჩემზე უცებ ახლა გამახსენდა, აი რაღაცა რაც ესე ჩაიფიქრე, თუ იფიქრე და რაც აი ყველაზე ვაუ, რაც აგისრულდა. ძალიან კატასტროფა ისტორია. არ მომიყოლე, არ ვიცი, მითხარ. ეს არის ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი მანიფესტაცია ერთში. არ მithქვია მართლა. მოკლედ ერთხელაც სიგიჟე. კაი, მოკლედ მართლა кейსია, იმიტომ რომ აი ამ პრაქტიკაში რაც თქვი წეღან რომ რეალურად უნდა ივარჯიშო, წარმატებული რა თქმა უნდა ბევრი მქონია და ესე რომ გაიფიქრებ და პირდაპირ მარტივად ხდება, მაგრამ აი ეს кейსი არის, რომელიც აჩვენებს რამ ხელა ძალა აქვს ამ ყველაფერს და სწორად ჩაფიქრება? და სწორად ჩაფიქრება, ხო, ეხა გითხრა. ერთხელაც ვიყავი სემინარზე. ჰა. და ბევრ მედიტაციას ვაკეთებდით ამ სემინარზე რა და ზოგადად ჩაფიქრება ხო ძალიან კარგად მუშაობს, როდესაც რაც თქვი რა, რომ სხეული მოდუნებულია ტვინში არ ვართ და რაც უფრო ესე ღრმა მედიტაციაში გააკეთებ ამას, მით უფრო კარგია რეალურად. ხო და ამ სემინარზე ძალიან ბევრ მედიტაციას ვაკეთებდით და ვიყავი უკვე კარგად მოდუნებული და ისეთი რაღაც გასული ადამიანი და ჩამოვარდა საუბარი ესე მანიფესტაციებზე და სურვილებზე და პირად ცხოვრებაზე. ნუ იქ რაღაც იმდენი кейსი გაიშალა, იქ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ვიღაცა რაღაცას და იმ მომენტში ვთქვი რომ მოდი ახლა მეც თქო მედიტაციაში სურვილი უნდა გაგეშვა რა. ოღონდ თემატიკა არის საერთოდ სხვა და რეალურად ამ პირთან არა კავშირი ხო ხდება, აი საერთოდ სხვა რაღაცებს ამუშავებ და თან ფასილიტაციით მიდიოდა ეს მედიტაცია და მე ხა ყველაფერის მოსწრება მინდა რა და ამ მედიტაციაში რომ შევედი და ეს ფასილიტატორი 2 წამი გაჩუმდა რაღაცის დრო მოგცა და აი ამ 2 წამში მე გავუშვი ესე იგი მეორე ნახევრის თუ პარტნიორის თუ რაღაცა სურვილი მოკლედ რა და თან ეს მოსწრებაზე ხო ხდები და არც დრო მქონდა რომ ჩამომეყალიბებინა აი არაფერი საერთოდ ფაქტობრივად ვინ მიზიდე მითხარი
რამდენი რაოდენობა აკვიზი არ არის ამას რაც მოყვა ესე იგი შემდეგი იმ საღამოდან ეს სემინარი დასრულდა. ჩემი ტელეფონი აფეთქდა. ოღონდ ეხა რა ხდება? შემდეგი კიდე კაი day off-ი მქონდა 2 აღებული მაგის მერე. სიგიჟე გან. შემდეგი 4 დღის განმავლობაში ჩემს Facebook-ზე შემოდის მეგობრობის მოთხოვნები. საიდან? აი უბრალოდ, აი ესე შემოდის რამდენი მოთხოვნა შეიძლება მომცლო და 4 დღეში. არ ვიცი ხა ის რამდენი 800-ზე მეტი. არას როგორ 800-ზე მეტი მამაკაცი. ყველა მამაკაცი. Tinder-ზე დაგამართა. არ ვიცი. მართლა გეუბნები. ყველა მამაკაცი. ერთი იყო გოგო. ორიენტაცია არ ვიცი. სიგიჟე. მართლა სიგიჟე, ნინი, ანუ მართლა, ნახე, ეს ეხლაც რომ ახსენდა, აი მე რო არ გადამხდომოდა ეგ, გეფიცები თუ აი ძართული დასაჯერებელია, მართლა. 4 დღის განმავლობაში გაჭედა ჩემო Facebook-მა ყოველ 2 საათში ერთხელ შევდივარ და ამ მოთხოვნებს ვნახულობ რა ხდება, კატასტროფა 80-მა ბიჭმა მომწერა. 40 გამარჯობა ვუპასუხე და ბოლოს რო შევწუხდი უკვე რომ პირდაპირ მირეკავდნენ. აი მან იწყარო ვერ გავიგეთ. ის იყო წყარო. აი ხო შეგვიძლია ვთქვა რომ ესეთი დამთხოვა იყო. 800-მა გამოგიგზავნა 4-მა. 800 ანუ ეს ახლა 800 საიდან ვიცი ხო არ ვითვლიდი. ვიცოდი უბრალოდ რამდენი მეგობარი მყავდა და უცებ ავარდა ჩემი ფოლოვერები რა და მაგითი მივხვდი თორე ხა რა დაითვლიდა ახლა ხო. ხო და ამ ერთი წუთი ბარემ აქ ვიტყვი, იმიტომ რომ მარიამ ხო უნდა ვთქვა, სად გიპოვონ მარიამ. რადგან მნიშვნელოვანია რა. მე ძალიან მინდა რომ მარიამი პროაქტიული იყოს სოციალურ ქსელებში, თავიდან ქონდა ვსწელობა. მარიამ ფაშალი, როგორ ერქვა მარი მენტორი. მარ მენტორია, ერქვა ხო იმგვერდს. ინსტაგრამს ხო არის კიდე? კი, არის. მარ მენტორია, ნახეთ ინსტაგრამზე. მე თქვა რომ მოკლედ რაღაცა რატო აღარ მიყევი აქ? სხვა რაღაცებზე გადავართ სიმართლე რო გითხრა სხვა პროექტებს. მაგრამ მაინც ხო გაქვს ეს ინდივიდუალური კოუჩინგის თემა. ინდივიდუალური სესიები არის და მინდა კიდე პროგრამის დაწყებაც ახლა მე ჩამწერე პირველი მას პროგრამა. აი ეს აი ცხოვრებაზე სამუშაო. მარ მენტორია ნახეთ. ინსტაგრამზე კიდე მარიამ ფაშალიშვილი არის ცალკე თავის პირადი გვერდი, არ ვიცი ახლა გავაზიაროთ არ თუ არა, ნუ მოკლედ. ინბოქსის ამბავს შეგიძლიათ პირდაპირ მიწეროთ ეს one-to-one სესიებზე, პროგრამაზე ჩემთან ერთად ჩავეწეროთ, აუცილებლად მეც დავაანონსებ და ასევე თუ რამე მეც შეგიძლიათ მომწეროთ ინსტაგრამზე და მარიამთან დაგაკავშირებთ, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად გულზე ხელს ვიდებ, თვალებზე, ყველა ფერზე ვიძახი რა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც სამყარო წელს მაჩუქა, მართლა ვარ უზომოდ მადლიერი, იმიტომ რომ არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ეთყობა რაღაცნაირად დაგიმსახურე. აი ნინი რა პირიქით, საიდან რაღაცნაირად ადამიანი რო დავიმსახურე უკვე, მადლობა ღმერთს დავწერ ჩემ მადლიერების დღიურში დღეს საღამოს. მოკლედ ამ შვენიერ ნოტაზე ერთი რაღაცა დავასრულოთ, ერთი. აი ერთი რამე რაც უნდა იცოდეს ადამიანმა, როცა რაღაცას ისურვებს. აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაფერი შეგიძლია. ყველაფერი შეგიძლია? ყველაფერი შეგიძლია აბსოლუტურად და იცი რა თავარი არის იცოდე ვინ ხარ. იმიტომ რომ თუ შენ არ იცი და არ ხარ დარწმუნებული რომ ეს გამოსვლადი არის და გონია რომ უნდა იწვალო ამისთვის, ხო, მართლა იწვალებ. მაგრამ თუ შენ იტყვი რომ მე ყველაფერი შემიძლია და უბრალოდ დაუშვებ. აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დაშვება. დაუშვებ რომ ეს უკვე ესეა. ხო ამბობენ რომ თუ ტვინში რაღაც იდეა გაქვს, ესე იგი სადღაც სამყაროში ის უკვე ასრულდაო რა თუ რაღაც. სხვანაირად არაფერი არ მოგივიდოდა ხო თავში, ანუ რაღაცას დაშვება რომ არ ქონდეს, ის ფიქრი ვერც მოგივა ფიზიკურად. ამიტომ თუ რაღაცა მოგივიდა სურვილი, აი ჩემი გულწრფელი სურვილი ყველასთვის არის, რომ გავბედოთ და შიგნიდან რაც მოგვდის, აი ეს გამოვუშვათ და ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება იქნება გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო და რაზე დავფიქრდი ახლა, რომ ერთხელაც ვიყურებოდი ფანჯრიდან და აი ამ ჩვენს ძველ მიშენებებს და რაღაცებს უყურებდი რა და არ მომწონდა და ცოტა ისე რო გაქო იცი ნეგატიური დამოკიდებულება რომ აი მე რაღაცა შეიძლება უკეთესი იყოს და ერთხელ ორჯერ სამჯერ და მეოთხეჯერ უკვე მივხვდი და გამინათდა რომ მეთქი კი მაგრამ მე რას ვაკეთებ ახლა ამისთვის თქვათ რომ ეს არქიტექტურა იყოს უკეთესი ხო და მივხვდი რომ პრინციპში მაგ სფეროში მე არა ვარ მაგრამ რა სფეროშიც ვარ ვაკეთებ იმას რაც შეიძლება რომ იყოს
ნახე, ეგ კითხვა გამიჩნდა, იმიტომ რომ მე თუ რაღაცა სურვილი მაქვს, ესე იგი ამას უნდა რეალიზება. შიგნიდან მიკაკუნებს. აი ესე მიკაკუნებს, მაგრამ შეიძლება მე რეალურად ჩემ თავს ბლოკავდე, ვიძახდე რომ ან მოიცა გადავაჩოჩო და მე შეიძლება სიცოცხლის ბოლოს ვინანო. ან შეიძლება ვთქვა რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ოღონდ მართლა თუ შენი საქმე ამას გულისხმობ, თორე ხა ყველა საქმეში არ უნდა შევიდეთ, მაგრამ დავფიქრდი იმაზე რომ დავსვი ესეთი კითხვა, მე ჩემს ცხოვრებაში ვარ სტუმარი თუ მასპინძელი. მე ჩემს ცხოვრებაში აი ეს რაღაც სტუმრად რომ მიდიხარ და რის უფლებასაც რაღაცა ხო იცი რაღაცა ისე მოგზალებულად რო ხარ რა კაი ფრაზა ანუ ამით დაგვიწყე მონტაჟი გთხოვ მე ჩემს ცხოვრებაში ვარ სტუმარი თუ მასპინძელი თუ მასპინძელი ვარ მაშინ მართლა რაც გულიდან მომდის სახს ისე მოვაწყობ იმას გავაკეთებ ცხოვრებასაც ჩემს ცხოვრებას სახლში გულისხმობ ცხოვრებას კაია ჩემს ცხოვრებაში ხო ეს გიდო და არ გეთქვა და ესე წასულიყავი ეს მოიტანა ხა საუბარში ყველაფერი მოდის საკაი მეორე სერიაც ხარ გავაკეთოთ რამე დროს არ მეყო შენი სიძნით მადლობა ყველას ვინც გვისმენდა და გელოდებით სად YouTube-ზე ხო მითხრეს რომ ესე თქვია რომ YouTube-ზე მოძებნეთ პირდაპირ თბილინი პოდკასტ რომ ადვილად ამოუგდოს ხოლმე ეს პოდკასტი იმიტომ რომ რთულია ისე საპოვნელად ეგეც თქვი ყველა დავალება გავაკეთე კოცნით ნახავთ ძალიან დიდი მადლობა ნინი მარო ძალიან კაი ხარ